Amazon-ის მთავარი შემოსავლის წყარო თვითონ პლატფორმის არის ის, რომ აკავშირებს შუამავალი მყიდველსა და გამყიდველს შორის, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, მისი ფუნქცია არის ზუსტად ეს მარტივი სივრცე. მარტივი სივრცე რა თვალსაზრისით უამრავ გამყიდველს ეხმარება, რომ მეტი ფული გააკეთონ, მეტი ფული იშოვონ და ეს გამყიდველები საერთოდ არ წუწუნებენ, რომ აუ რამდენ საკომისიოს მართმევს. პირიქით, იმხელა შესაძლებლობას ხედავენ, ძირითადად უმრავლესობა არის მადლიერი და Amazon-იც ამის ხარჯზე ყვავის, ანუ სხვებს ეხმარება გამდიდრებაში. იგივე არის Airbnb. Airbnb არ ფლობს საკუთრებაში სახლებს, არამედ მესაკუთრეებს ეხმარება, რომ სასურველი კლიენტები იპოვნონ და ამაში იღებს საშუამავლოს. Airbnb არის ძალიან მდიდარი კომპანია, იმიტომ რომ სხვა ძალიან ბევრ ადამიანს თუ კომპანიას ეხმარება გამდიდრებაში. იგივე ავიღოთ Apple, ხო?